საუბარი მიეცი, ლობიო გამოართვი. ეს ხმაური არასდროს არ გაქრება. გერმანულ საბანკო სისტემა მინდა რომ გამოვარჩიო და ტოპ ყველაზე ძნელებში პირველ 3-ში შევიყვანო. მომხმარებელი ენდობა ბანკს, ბანკი ენდობა მომხმარებელს. ხალხო, ბარათზე რო ციფრები ეწერია წინ და უკან, ის არავის არ უთხრათ. ალბათ უპირველეს ყოვლისა ვთქვათ ვინ ვართ საერთოდ ხო და რა არის რა ფორმატია რა პოდკასტი არის რაზე იქნება რა მნიშვნელობა აქვს და რისთვის ვაკეთებთ ხო რა იდეა აქვს გიორგი მირზიკაშვილი კი ბატონო შენ თავზე ალბათ ისაუბრებ ხო ჩემ თავზე უნდა ვილაპარაკოთ ხო რატომ მოვხვდით საერთოდ აქ ხო გიორგი მირზიკაშვილი თან ბევრი დრო მაქვს გატარებული ბანკში მე გამოჩნდა ეგ რა თავიდან ეგრე ახლოდან ეგრე არ ჩანდა მაგრამ ჯამში გამოვიდა 10 წელი რა სხვადასხვა ეტაპები ყველა ინსტანცია გავიარე ასე ვთქვათ რა და მე ბანკის გარეთ 10 წელი კიდე და მე ვიტყვი რომ ორივე თანაბრად საინტერესო იყო მაგრამ ფინანსურ კონტექსტში და ორივე ფინანსური განათლების კონტექსტში რო ვთქვათ შიგნიდან და გარედანაც მნიშვნელოვანია ამ სისტემის დანახვა. მაგრამ ნუ მოკლე შინაარსი ეგ არის რომ საბანკო სისტემა კარგად ვიცნობ. ძალიან კარგი. ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, დღეს მდგომარეობით აღარ ვარ უშუალოდ ბანკში, მაგრამ ვემსახურები საბანკო სისტემას, ესე რომ ვთქვათ რა. წარმოვადგენთ ასოციაცია საბანკო სისტემას. პრაქტიკულად რო ვიცვლიდი მეც არც ისე ცოტა დრო გამიტარებია სისტემაში და მიმუშავები ხო და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ საფინანსო სისტემა მეტნაკლებად გვესმის და შეგვიძლია რომ ვისაუბროთ მის შესახებ ლეგიტიმაცია გვაქვს რა კი ერთმანეთს მივანიჭეთ რო ვთქვათ რაზე იქნება პოდკასტი ხო აი რაზე იქნება და რა ქვია პოდკასტს მოსაწყენი პოდკასტი ხო თემა არის ერთი შეხედვით ეგეთი მოსაწყენი და სინამდვილე შეიძლება ვაფშე არ არის მოსაწყენი საერთოდ ხო ფინანსები ალბათ მოსაწყენია სანამ არიცი სანამ არ ერკვევი სანამ არიცი მაგამდე მოსაწყენი არის მოსასმენადაც მოსაწყენი არის მოსაყოლათაც მოსაწყენი არის მაგრამ თუ იცი მგონია რომ ეხლა ალბათ ექშენ ფილმის ინტერესი არ ექნება და რაღაც მაგრამ საინტერესოა და როდესაც ჩემ ფინანსებზე ასაუბარი ფრიად საინტერესო ხდება ხოლმე ყველასთვის რას წარმოადგენს რა არის რამდენი აქვს რამდენი შემოსავალი შეიძლება კონდეს ან რითი შეიძლება რომ ისარგებლოს ექშენ ფილმი როდის ხდება იცი ძალიან დიდი იპოთეკას რო იღებ რა აი ეგ დღე არის შენ ტომ კრუზი და Mission Impossible-ის მანდაც ხო ზღვარი არის რაღაცის მერე წნარდები რაღაცა ზღვრის მერე წნარდები ხო ანუ რაღაცა ზღვარი გაქვს რომელსაც ესე ვთქვათ ნერვიულობ და იმის ზემოთ უკვე აღარ ნერვიულობ იმიტომ რომ იცი მანდაც ანუ შენ გაცდი მაგ ზღვარ ხო მაგ ზღვარს თუ გაცდები სხვა რამეზე ნერვიულობ აბსოლუტურად ხო ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მანდ არის რომ ზუსტად გეკესმოდეს შენი პოტენციალი და სესხი რომ არც ჯადოქრობა არ არის და არც რაღაცა პრობლემის ნაწილი არ არის რა პრობლემის ნაწილი ხდება როდესაც ვერათ ვიცნობიერებ რისკებს ვერ მართავ შენ რისკებს და თქვათ არასწორად უდგები რაღაცა საკითხებს ალბათ მოსაწყენი პოდკასტი იქნება და შევეცადოთ რომ ავხსნათ რას ნიშნავს ფინანსური ცნობიერება მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ და რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანი არის გაცნობიერებული მომხმარებელი არა მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტისთვის არამედ უშუალოდ მომხმარებლისთვისაც რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ იცოდეს რა უნდა როგორ უნდა აიხდინოს ის ოცნებები და ის მიზნები იმ მიზნებამდე მივიდეს რა პროდუქტები აიღოს და რა საშუალებები აქვს და
ალბათ კიდევ ვისაუბროთ იმ დეტალებზეც, რა დეტალებზეც სხვაგან შეიძლება უფრო მოკლედ და ფორმალურად ვაკეთებთ ხოლმე მაგაზე აქცენტს. ხო, მოსაწყენი სახელი ეგრეა, გასაგებია, მაგრამ შეიძლება რომ არ იყოს მოსაწყენი. ეგ არის ახლა ის რა. ხო, შეიძლება რომ არ იყოს მოსაწყენი რა. თემა ყოველ შემთხვევაში გვაძლევს მაგის საშუალებას, ჩემი აზრით. პირველი პოდკასტია. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მომხმარებლის ცნობიერებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. მომხმარებლის ფინანსური ცნობიერება, რამდენად მნიშვნელოვანია და ვისთვის არის მნიშვნელოვანი. და ვინ არის მომხმარებელი? პირველი ეგეც ვთქვათ რა, ვინ არის მომხმარებელი? ეგ როგორი თემაა, იცი, აი ფილოსოფიური შეგილია გაყვე. მაგრამ შეგილია რომ აი ძალიან კონკრეტული ამბებიდან დაიწყო რა. ან მომხმარებელი ვინ არის? აი ძალიან მოკლედ რო გითხრა, მე რო პირველად ბანკში მივედი, სუსუ პირველად აღარ მახსოვს 2007 წელი იყო მე. ანუ ყველა მომხმარებელი იყო რა, თავისუფალი ბაზარი იყო მაშინ და ნებისმიერ ადამიანს ვისაც დაადებდითიც იყო მომხმარებელი იმ გაგებით რომ შეიძლება ბენკინგით საერთოდ არ იყო დაკავებული. ანგარიში არ ქონდათ ხოლმე მაშინ რა. მე ხო ანუ ეგეც თქვათ, მოდი რა, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ესე ვთქვათ, საბანკო სექტორში ესე ვთქვათ, ანგარიში ვისაც ქონდა 40%-დან დღეს გვაქვს 95%-ზე მეტი მოსახლეობის. 100-ია რა. არის რაღაც კატეგორია, რომელიც რჩება მიღმა ისევ საფინანსო ინსტიტუტებს, კი. და ვინ არის მომხმარებელი, რომ მაგას რო ვამბობთ? ანუ ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის სესხებელი, ხო? დეპოზიტარი მარტო და რაღაცა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჭირდება ფინანსური სერვისები. ჩემ წარმოდგენაში არის მომხმარებელი ბანკის ფინანსური სერვისები, ვისაც ჭირდება და შეგიძლია რომ რაღაცაში გამოიყენოს ბარათი, სესხი, დეპოზიტი, კომპანია აქ მოიტანოს ანგარიში გახსნას, ხელფასები ჩარიცხოს, ხელფასები მიიღოს და ასე შემდეგ. რაღაც ეგ არის ახლა აი პრიმიტიულად რა, იმაში რა ქვია, ფურცელზე დაწერილი ამბავი. რავი, შენას ფიქრობ. ხო, მომხმარებელს ხშირად არქმევენ ხოლმე ეს ვთქვათ რაღაც სტერეოტიპი. დეპოზიტარი, მსესხებელი, აი ესეთი სახელებით მოიხსენიებთ მომხმარებელს რა, კლიენტი, რაღაცა ესეთი. არა და ყველა ადამიანი, ვინც ეკონომიკაში ჩართული არის, ყველა ადამიანი და რომელსაც ანგარიში აქვს, რომელიც სარგებლობს ყველა სერვისით, რაც კი შეგვიძლია რომ ისარგებლოს, მათ შორის თუ საფინანსო ინსტიტუტიდან იხდი კომუნალურს, მათ შორის ხდები მომხმარებელი. მომხმარებელი იმ ბანკის ან ნებისმიერი სხვა საფინანსო ინსტიტუტის. და აქაც მინდა ვახსენო, რომ ბანკი დღეის მდგომარეობით არის ვთქვათ, უკანასკნელი შემსრულებელი ყველა ტრანზაქციის. ანუ სხვა საფინანსო ინსტიტუტშიც თუ აკეთებს ტრანზაქციას, პრაქტიკულად შეგიძლია იგულისხმო, რომ შეიძლება პირდაპირ ანგარიში არ გაქვს ბანკში, მაგრამ საბანკო ტრანზაქციით სრულდება ესა თუ ის ოპერაცია, კი. ხო, რავი, სხვადასხვა შორის ხშირად ადამიანები მაგას ვერ ამუღამებენ, მაგის ამოვარდნილი აქვთ რა, აი მანქანას ყიდულობ და რუსთავში მიდიხარ და იფორმებ და იქ ბანკი არის რაღაც ესეთი გაფრენა ერთი, მაგრამ ნუ ეხლა იქ ბანკი რო არ დაგხვდეს, გადასახადი გადაიხადე, მაგასაც ბანკში ყველაფერში რა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ეგ. მომხმარებელზე მარტო ფიზიკური პირი არ არის ბანკის მომხმარებელი. არის მეწარმეებიც, ხო? ანუ ინდმეწარმიდან დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე მსხვილი კორპორაციები, და ჯგუფებიც, ხო? ყველა მომხმარებელი არის და ყველა მომხმარებელთან მიმართებაში არის ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური პროდუქტები, ინდივიდუალური ხედვა საფინანსო ინსტიტუტიდან. ხო, ანუ აი ისევ იმ ამბავს რომ დაუბრუნდეთ რა, თავიდან ხო იყო ქართული რეალობა ეგეთი და ანუ ყველა სისტემა მე გაიარა რომ იყო ბანკები და 20% თუ აღარ მახსოვს 40%-ს ქონდა ანგარიში და ალბათ იმასაც იყენებდა. ხო იცი ესე ფრაგმენტულად. ხო, თვეში ერთხელ ხელფასი გამოქონდა ხშირ შემთხვევაში. და ეხა ბოლოს როდის გეჭირა ქეში ხელში გაიხსენე რა. კი არა საფულე გააქვს საერთოდ. აღარ საფულე მაქვს ფორმატების დამჭერი. ხო, ფორმალურად. მან მოუხდით არც კი ან დეკადა და ცოტა მეტში რა.
კი და მანდაც უნდა ვახსენოთ, რომ არსებობს ყველანაირი საშუალება გადახდის საშუალება, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული კლავინდებურად რჩება საბარათე სისტემა, მაგრამ მაგასაც ვეღარ ხედავთ, ხო? პლასტიკი აღარ არის დღის წესრიგში, მობილური თიხთი ყველაფერს, რა, მობილური თუ გიჭირავს ხელში, ყველანაირ, ესე ვთქვათ, შენ ფინანსებზე სრული წვდომა გაქვს, რა. ინტერნეტში ჩართული. სხვათა შორის ინტერნეტი არ ჭირდება თუ იხდი, მაგრამ ინტერნეტ ბანკში თუ შედიხარ, ჭირდება ინტერნეტი. ინტერნეტში ჩართული smartphone. Smartphone, ხო. Smartphone არის შენი gateway ყველაფერში. Google Pay და Apple Pay პრაქტიკულად სრულად გადაფარა ყველაფერი ეს რა. და ხელმისაწვდომობის ამბავიც გაფრინდა კიდევ უფრო შორს და სწრაფად. ანუ ჩემი მშობლები იყენებენ მაგას, მიხვდი? Google Pay. ხო, არა, იყენებენ, ერთი არის მარტივი არის, ინტუიტიური გახდა უკვე. ხო, და აქაც ალბათ უნდა ახსნათ, რას ნიშნავს ინტუიტიური, ხო? ანუ დღეს რო ეუნები, რომ რაღაცა გადასახდელი, პირდაპირ პასუხიან კითხვა არის, საჩაგირიცხო. ხო, ანუ რაღაცა ფული უნდა გადავცე ვიღაცა საჩაგირხე. არავის არ მოსდის თავში, რომ წავიდეს, ქეში გამოიტანოს, კონვერტში ჩადოს და მიუტანოს რა, ხო, რაღაცა უფრო მსხვილ ტრანზაქციებზე რა თქმა უნდა ვერ ვიტყოდი მაგას, მაგრამ მე მგონი ამ დღევანდელი საკითხი არ არის ეს რა, იქ სხვა პრობლემები არის დღის წესრიგში და ანუ იქაც ვთქვათ, სადაც მაგალითად ავტომანქანების ყიდვა გაყიდვა, ან უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა, ალბათ მაგაზე ვისაუბროთ უფრო დეტალურად. ხო, ეს ცალკე ამბავია, მანდაც ძალიან საინტერესო კითხვები ჩდება ხოლმე სხვათა შორის. კი, ანუ რა ღირებულება აქვს მომხმარებელს ბანკისთვის? ხო, კაი შეკითხვა. რავი, ძალიან დიდი ერთდროულად და ძალიან მინუსი და ძალიან პლუსი რა. მართლა გეუნები. ანუ მოკლედ რო გითხრა, ხო ხვდები ხა რა კითხვა როგორია, ესეც როგორი კითხვა წინა კითხვის არ იყოს რა, ანუ არის აზემოსული ტიპი, რომელმაც იცის რას აკეთებს და ბანკს იყენებს როგორც ინსტრუმენტს იმისათვის, რომ თავის ცხოვრება წინ წაწიოს, იღებს სესხს და მერე ფარავს სესხს და ბანკიც მოყოფილია და შენც მოყოფილი ხარ და მეც. ხო? არის მეორე შემთხვევა, რომ აი ესე გაუთისნობიერებლად რაღაცას აკეთებს, მერე შარში ყობს თავს, ბანკისთვისაც პრობლემა ხდება და მომხმარებლისთვისაც და მერე ვის დავაბრალოთ და იასნია ბანკს უნდა დავაბრალო. აუ მე ხوار ჩემთვის ყო დავაბრალე. ხო, კაი, მოდი ესე უფრო ხო, ანუ ფილოსოფიურად რო არ შევხედოთ და უშუალოდ რო შევხედოთ რა. ბანკი არის ფინანსური სერვისი. ხო, ფინანსური სერვისის მომხმარებელი არის მომხმარებელი ბანკის. კი ბატონო. ანუ მომხმარებლის გარეშე არ არსებობს ფინანსური სერვისი. თუ არავინ არ მოიხმარს რაღაცას, არ იარსებებს ფინანსური სერვისი. და რამდენად ღირებული არის მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისი და ფინანსური სერვისებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებელი. ანუ რეალობაში ეს არის ერთგვარი პარტნიორობა, შეთანხმება, რომ ერთი მიაწვდის სერვისს და მეორე გამოიყენებს ამ სერვისს რა. რაღაცას გასანაცვლოდ. ხო, რაღაცის სანაცვლოდ. ჩვეულებრივი ბიზნესი არის აბსოლუტურად გაცვლა რომ მოხდა პირველად, იმის მერე, ანუ ხო, მანდ დავიწყეთ და მერე სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცვლიდით. თავიდან ცვლიდით ცხვარში, მერე ოქროში და დღეს ცვლით, ხო. ეს ცხვარი დამახსენე. ანუ პირველ წყაროები ამბობენ რომ ცხვარში იცვლებოდა პირველად, ხო? და მერე ტყავზე იყო და მერე გადავედით ოქროზე და ძვირფას ლითონებზე და ასე შემდეგ, ხო? ხო, ურთიერთ დამოკიდებულების ნაწილზე ვიტყოდი რა, ანუ რამდენად დამოკიდებული არის ფინანსური სერვისები მომხმარებლის მოთხოვნასთან მიმართებაში და რამდენად შეიძლება ვთქვათ, რომ მომხმარებელი დამოკიდებული არის და ჩარჩოებში არის იმ სერვისებთან მიმართებაში, რა სერვისებსაც აწვდი რა. აი მაგაზე რო ვისაუბროთ, რა არ მომწონს მაგაში გეტყვი ხა გულწრფელად რა. თვითონ ტერმინებს ისე ვამბობთ, მართლა. ყველანაირი მის გარეშე. ფინანსური სერვისი, მომხმარებელი, ხო, აი, რაღაც და
ცოტა თვითონ ეს ტერმინები მეჩვენება ამოვარდნილი, აი ქუჩაში რო გავალთ და ჩვენ მეგობრებს ვიღაც ხო იცი რა ყოველდღიური ცხოვრებიდან რა ფინანსური სერვისია, სესხი, დეპოზიტი, გადარიცხვა, გადმორიცხვა, ეგრე მიდის ლაპარაკი ცოტა უფრო იქა რა, მიწაზე რა, ქუჩაში, სახლში, სააბაზანოში, ამისთვის საუბრობთ მე სააბაზანოში მომენდრატო ხო. ხო, ანუ ყოველდღიურობაში მოკლედ რო გითხრა, ფინანსური სერვისები რა არის? ხო, აი ყველაფერი რაც წეგან ვილაპარაკეთ რა. ფული ერთად ლანჩზე გავედით, ფული ჩაგირიცხე, სახლის ყიდვა მინდა, სესხი ავიღე, ფული მაქვს ცოტა შემოზედმეტებული და ვაიმე რა უყო, მუთაკაში ხوار ჩავდებ. დეპოზიტზე შევაგდოთ, იქ ბევრნაირი დეპოზიტები არსებობს. უკვე არა მხოლოდ სადეპოზიტო შეთავაზებები, ობლიგაციასაც და ნუ კიდე ხო, კიდე ცალკე დათვლას და ტვინის დატანება უნდა მაგას რო ჯერ უნდა გაიგო რა არის, მერე უნდა რისკი შეაფასო, დროში და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო თქვა ფინანსურ სერვისებს შენახწეღა რაც ამბობდი რა, ჩემთვის გასაგები იყო, როგორც აი ძალიან კარგი წინანადებები იყო, მაგრამ მოკლე არის ეგეთი რომ ხალხო თუ გჭირდება რაღაც აი ესეთი რაღაცები, ამას ყველაფერს დავარქვათ ფინანსური სერვისი, ფინანსური სერვისი, ყველაფერი რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული და შენ ეს თემები შეგიძლია აი ამ ბანკების საშუალებით გაკეთე, იმიტომ თუ არ არის ბანკები, არ არის ფინანსური სერვისები. მაშინ ისევ ხარ ხვარი მიეცი, ლობიო გამოვართვი, მაგ რეალობაში გადადიხარ. და ბანკები ამას ამარტივებს. და ინდონეზია ამარტივებს, სკეილი არის დიდი რა, ანუ მასშტაბი რა, რომ ამერიკაში რო ტიპია და შენ რო ავსტრალიაში ხარ, თქვენს გაკავშირებთ ერთმანეთს. მარტივად რო ვთქვათ. ხო? რაღაცა ან ყველა მომსახურება, რომელიც არა მხოლოდ ბანკში შეგიძლია მიიღო დღეს, ყველა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ტრანზაქციასთან, ან ფულთან, მოდი ესე ვთქვათ, ეხება ფინანსურ სერვისებს. კი ბატონო. და შედის ფინანსურ სერვისებში. კი ბატონო, 100%. მათ შორის ნაღდი ფულის გამოტანა სალაროდან არის ფინანსური სერვისი. აქედან რო დავიწყოთ, და რომ მივიდეთ, რომ კრიპტოვალუტის ყიდვაც არის ფინანსური სერვისი. კი ბატონო. ფინანსური სერვისის მიწოდების ინსტრუმენტები შეიცვალა. ძალიან. ჩვენ რო დავიწყეთ მუშაობა, მაშინ სხვა იყო, ანუ სესხიც კი სალაროდან გადიოდა ხოლმე, პირდაპირ სალაროდან შეიძლება გასულიყო და დღეს პრაქტიკულად ყველა ეხა შეგვიძლია აი აქვე ავიღოთ ახალი ბარათი. ხო. ციფრული ბარათი, რომელიც გადააბი შენ Google Wallet-ს ან Apple Pay-ს და პირდაპირ მიხვედი და გადაიხადე. ანუ თუ ანგარიში გაქვს ბანკში, პირდაპირ შეგიძლია რომ აქვე გაუსვლელად ადგილიდან სკამიდან არ დგები, პირდაპირ იღებ ამ ფინანსურ სერვისებს. რისთვის არის ეს შექმნილი? ამაზეც ვისაუბროთ, რატო უკეთდება ეს ყველაფერი და ეხლა რო დაუბრუნდეთ მომხმარებლის ცნობიერებასთან მიმართებაში და რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ მომხმარებელმა იცოდეს რისი მიღება შეუძლია. და რა უნდა? ხო, რა უნდა? და რისთვის რა საჭიროება აქვს რა? ცნობიერება გაიზარდა ამაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ფინანსური სერვისს არ ეძახდეს, მაგრამ იყენებდეს ბარათს, იყენებდეს ინტერნეტ ბანკს, იყენებდეს აქთან ინტერნეტ ბანკთან მიმართებაში, მობაილ ბანკი და ინტერნეტ ბანკი. აქ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში თუნდაც. კი. მნიშვნელოვნად ფუნდამენტურად შეიცვალა რა და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია რომ ვუთხრათ მომხმარებელსაც რომ არ არის მხოლოდ ბანკის ფილიალში არიღებ სერვისებს რა. შეგიძლია დისტანციურად მიიღო ეს ყველაფერი ისე რომ საერთოდ არ იცოდეს სად არის ოფისი. მაგრამ რო ვიწყებდით მუშაობას გახსოვს ალბათ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კოლ-ცენტრი. და კოლ-ცენტრის დატვირთულობა და რა დატვირთულობა ქონდა და ერთ მომხმარებელს ვითვლიდით რამდენი ხანი ემსახურებოდა ერთ მომხმარებელს. და რამდენი ხანი იყო მოლოდინის რეჟიმში. მოლოდინის რეჟიმში რამდენი იყო, რამდენი ადამიანი იყო მოლოდინის რეჟიმში და ანუ და ამას ვითვლიდით. დღეს, როდესაც მობაილ ბანკი გაჩნდა, მნიშვნელოვნად შემცირდა, ვერ ვიტყვით რომ გაქრა, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა ეს დატვირთვა რა. მნიშვნელოვნად ანუ ინტუიტიური გახდა ციფრული სერვისები მომხმარებლისთვის. მაგრამ მარტო ამაზე რო არ შემოვიფარგლოთ, აი ხე იგივე ვთქვით რომ ფინანსური სერვისი რა არის, ესეც უნდა ვთქვათ რა ზუსტად. პროდუქტებიც უნდა ვთქვათ.
და მეორე საკითხი, მომხმარებელმაც უნდა იცოდეს, რა სერვისის მიღება შეუძლია, რამხელა სესხის აღება შეუძლია, რომ მოემსახუროს, რა რისკების წინაშე დგას და მე რა ხდება? და რამდენად ღირებულია ის ბანკისთვის. მომხმარებელი. ხო, რამდენად ღირებული არის ერთი მომხმარებელი და რამდენად იხარჯება ბანკი, რომ ეს მომხმარებელი გახდეს მისი კლიენტი, მისი მომხმარებელი და მეორე ნაწილი. გაცნობიერებული მომხმარებელი რო გახდეს მისი მომხმარებელი, ანუ მასთან კონდეს ანგარიში და ის ემსახურებოდეს. რამდენად ღირებული არის და ეს ფულში შეგვიძლია ვთქვათ, რა ჯდება რეალურად ერთი მომხმარებელი რომ მოვიდეს შენთან და შენთან გახსნას ანგარიში. და მეორე არის, უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ რამდენად გრძელვადიანია ეს მომხმარებელი და რა სერვისებს იყენებს. ანუ მხოლოდ მოდის და კომუნალურებს იხდის შენთან, თუ რაღაც სხვა სერვისებსაც იყენებს. მომხმარებლის ღირებულებაზე მინდა გაგახსენო ერთი ამბავი, ადრე და შეიძლება ეხაც ეგრე არ ვიცი, მაგრამ მე რო ბანკში დავიწყო მუშაობა, მაგ პირველ პერიოდში რა, ეგეთი ურბანული ლეგენდები ხო არსებობს რა და ერთ-ერთი იყო რომ ბანკს უნდა რომ შენ გაფეილდე რა. იმიტომ რომ მე საქმე აგართმევს. ეგ არის სტერეოტიპი და ეგ არის ხმაური, რომელიც შინაარსის გარეშეა ხოლმე უმთავრესად. ხო, ძალიან სწრაფად ვრცელდება ეგეთი ამბები, ხო იცი, ანუ ამაზე არავინ არ მუშაობს რა. ხო, რა რომ აი ბანკს უნდა რომ შენ გაფეილდე, რომ მე სახლი წაგართვას რა, რაღაც ეგეთ პონჩი. ნუ მეც რაღაცა ეხა ეგეთი რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრად გავთვითცნობიერებული ვიყავი და რაღაც მომენტში ბანკში მუშაობდი, ხო ეგ ეჭვი არსებობს სადღაც, რომ მართლა ხო არ უნდა თამათა რამე. მაგრამ სინამდვილეში აი შენ რას თქვი რა მომხმარებლის ღირებულებაზე და რა კაია, როცა მომხმარებელი ეხა გამახსენდა ჩემი ლაპარაკები მაგ დროს რა, რომ ხალხს ჩემ მეგობრებს ვიღაცებს ვეუბნებოდი, ვისაც ბანკთან ეგეთი შეხება არ ქონდა რა, რომ ბიჭო აი დაითვალე რა, პროსტა წარმოიდგინე შენ აიღე 100 ლარი. და იმას ბევრად ურჩევნია, რომ შენ ის 100 ლარი რო აიღე, მაგალითად ცეცხლის მაგალითზე ავიღოთ რა, და რო თქვი რომ 1 წელიწადში დავაბრუნე. 100 ლარი აიღო და 1 წელიწადში დააბრუნო, ის კმაყოფილია, შენც კმაყოფილი ხარ და მე მეორე 100 ლარზე მიაკითხავ და შენ იმას ლარად არ ვიცი განვადებები, რაღაც ტელეფონი გაქვს ახალი. ვიდრე რომ შენ 100 ლარი აიღო, სადაც ორ თვეში ვეღარ გადაიხადო და მე იმას მაგალითად ბანკს ამ შემთხვევაში მოუწიო შენი დევნა, რომელიც ცალკე ხარჯია და ხო ხდები პრინციპულად რა. მათემატიკაში რო გადამყავდა ეს და ეხლა რა თქმა უნდა 100 ლარიანზე არ ვითვლით, კამათი მქონია რა ეგეთი. მე რო ციფრებს წერდი, რამდენად უფრო კარგი გამოდის, რომ შენ იპოთეკით სახლს იყიდი, შენს თბილად ცხოვრობ და ბანკსაც დააბრუნებ. მე ნუ ხო ხალხი ამბობდა, რომ ვა, მამენ მართალია. რეალურად ეგრე ჯობია რა. მაგრამ ეგ ლეგენდები ეხაც ცხოვრობს, რო იცოდე ის. ვიღაცეებში. არა, ეს ხმაური არასდროს არ გაქრება. ანუ ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით არის, ალბათ მარტივად ახსაქმელი, მარტივად მოსასმენი და მარტივად გასავრცელებელი. მაგრამ მოდი სუთავიდან დავიწყოთ რა. მომხმარებლის ღირებულების ნაწილთან დაკავშირებით ვთქვათ რა. ანუ როგორ ხდება მომხმარებელი ბანკის კლიენტი, ანუ როგორ მიდის ბანკში და იმას გადავახდეთ ხო, რომ ეხლა თუ ეგეც ვთქვათ, რომ აი ეხლა ვირტუალური onboarding-ი მაიწეღა მქცევაზე ხო? ეგეც ვთქვათ, აუცილებლად ვთქვათ. აი გუშინ შეწერა შე რო თქვი, რომ ბარათის აღებაა, გუშინ გავაკეთე ზუსტად ეგ რა, ერთ ბანკში არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც cashback-ის მომენტი იყო და არ მაქვს იმ ბანკის ის ბარათი არ გაქვს, რომელზეც cashback-ი იყო. და უცებ ხო ხდები და digital card-ი წკაპ Google Pay-ში online შეკვეთა ნივთი დღეს ჩემთან იქნება რა. ხო, ეგ იყო ეხლა გუშინდელი ჩემი ისტორია ზუსტად. კი, მან თქვათ მოდი რა, ანუ მომხმარებლის მოსაზიდად და რაღაც პროდუქტებთან მიმართებაში მარკეტინგული ხარჯი არსებობს. ხო, მოდი აი მაგას გავყვეთ, წერან კაი რაღაც ამბობდი შენ რა, რომ მოდი მაგას გავყვეთ. აი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგ ძალიან ისეთი რაღაცნაირად დაფარული ამბავი არის ხოლმე, რამდენად ძვირი ჩდება მომხმარებლის შენამდე მოყვანა რა. სინამდვილეში და ანგარიშის გახსნა. ხო, და ყველაფერი აი რასაც მე მომსახურება ხო. ხო, რომ პირველი acquisition-ი ქართულად არ ვიცი როგორ იქნება, არ მაქვს. ხშირად გამოვიყენებთ ხოლმე, მე არ მიყვარს და მაქსიმალურად თარგმნი, მაგრამ ხშირად გამოვიყენებ, ხო. მოკლედ მომხმარებლის პირველადი მოზიდვა. აი მომხმარებლის პირველადი მოზიდვას სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევები, სხვადასხვა ესე თქვათ რა benchmark-ებს, ციფრებს იძახიან ხოლმე რა. მაგრამ რაზეც არ უნდა ვთქვა, ვიცით რომ ჯდება ძვირი.
რაც უფრო დაძაბულობა არის ბაზარზე, ანუ ბევრი შეთავაზება, წერან ხო თქვით, რომ ოდესღაც ძალიან ცოტას ქონდა, მაშინ თავისუფლება იყო. ეხლა კონკურენცია რო გაზრდილია, რაც უფრო გაზრდილია კონკურენცია ბანკების მხრიდან, მით უფრო ძვირიჯდება მომხმარებლის მოზიდვა, იმიტომ რომ ის მომხმარებელი უკვე სადღაც არის, ხო თქვით, წერან 95%-ს რაღაცა ანგარიში აქვს. ანუ უკვე ვიღაცას ართმევ. უბრალოდ მოსიარულე ტიპი კი არ მოგყავს. ან მომხმარებელს ართმევ, ან რაღაცა პროდუქტს შენ აძლევ იმის ხარჯზე, მაგრამ მაინც ძვირია რა, იმიტომ რომ იმანაც შეიძლება მისცეს. ეგ უკვე სხვა მეორე ნაწილი. ანუ ერთი არის მარკეტინგული ხარჯი, რომელიც არ არის ცოტა საერთოდ. მეორე არის ტექნიკური ხარჯი, რომ აი ალეკო compliance-ზე ვილაპარაკოთ კიდე. აუ ხო, ეგ და რა არის compliance? KYC და compliance არის აი ესეთი გავრცელებული სლოგანი არის, რომელიც ვინც იცის არის არაფერი ჩვეულებრივი ის არის KYC ხო, KYC, no KFC. know your client. ხო, მაგაზე თქვა ერთად. მეორე არის ტექნიკური ხარჯი და KYC to compliance, ანუ ზოგადად ეგ თემაც მან შედის. და მესამე არის რომ ეს კაცი მოვიდა თუ ქალი შენთან ანგარიში გაუხსენი რაღაცა პროდუქტი მიეცი რასაც თავაზობდი მარკეტინგზე ფული დახარჯი ყველაფერი გაკეთე და მე ამ ადამიანს თუ after sale დავარქვათ რა გაყიდვის შემდეგ კარგი onboarding-ი არ მიაყოლე რომელიც ასევე ზოგან 3 თვეა ზოგან 6 თვე ბევრი სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც დაპირდი მე ის უნდა შეუსრულო რა შენ როგორც მაგმად ეს არ არის EFC-ამუნება, იმიტომ რომ ამას აკეთებს ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი დეპარტამენტი, ბევრი ტექნოლოგია, ბევრი არ ვიცი AML-ის შემოწმებები, ჩეკები, ყველაფერი და თან უნდა მოხდეს სწრაფად. და არ უნდა ალოდინო ტიპს ერთი თვე. ამას აქვს თავისი ღირებულება რა. ინფრასტრუქტურა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე რომ შენ იყო ბედნიერი რა, რომ ეს გაჩეინჯი, რასაც გააკეთებ ცვლილება არ იყოს დისკომფორტი. მოდი შემოვიტანოთ როგორც compliance და KYC შემოვიტანეთ რისკის მენეჯმენტი. ხო. რისკის მენეჯმენტი კლიენტთან მიმართებაში და არ არის აუცილებელი სესხი კონდეს კლიენტს. არა, რა თქმა უნდა. რისკ მენეჯმენტი სრულად გჭირდება, ყოველთვის მუდმივად გჭირდება და ეს მე მგონი უნდა ავხსნათ, რას ვლაპარაკობთ. ხო, იმიტომ რომ მე და შენ გავიგეთ ახლა ყველაფერი, რაღაცა დიდი ხანი გამჭირდა მაგაში გასაკეთებლად, ცოტაშიც ვაღიარებ აქედან. მართლა გეუბნები. და ეხლა მოდი ის იქ დავიწყოთ, რომ მარკეტინგული ხარჯი არ არის მარტო რეკლამაში გადახდილი. არა, ხო, რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ რეკლამა დღეს სპამივით გახდა, ხო? ანუ ხო, კარგი. ხო, ანუ ამის level-ზეა მისული, კი, ხალხო, აი ბლოკერების გადაობა, ეხლა ხო, ანუ ტელევიზორში როდესაც გადახვევის საშუალება გაჩნდა, ზუსტად ვიცი რამდენი ხანი გადის რეკლამა და გადაახვევ, რომ ბოლო რეკლამას უყურო, პირველს და ბოლოს უყურებ. შუაში იმაში. ხო, და ფულს იხდი, რომ რეკლამები არ გამოჩნდეს ახლა რა. ხო. ხო, YouTube-ში იხდი. არა მარტო. ედფული ცხოვრება არის ძვირი. ხო, ეგ ჯდება ფული, ხო. ხო, ის ეგ რა მაგარი ბიზნესია, ხო, აქეთ ჩემ ფულს ართმევ და რეკლამა გაჩნდა და აქეთ იმას ფულს ვართმევ, რომ რეკლამა არ აჩვენე. ხო, ეხლა გადმოვიდეთ მეორეზე რა, compliance, KYC. ანუ compliance რა არის? კლიენტის მომხმარებლის შესწავლა. ხო. შეისწავლო მისი ტრანზაქციები, მომავალი ტრანზაქციები, წარსული ტრანზაქციები და რამდენად, ხო, თავსებადია ეს ადამიანი, ხო. იცნობდე შენ კლიენტს რა, ანუ ამაზე არის საუბარი, რამდენად იცნობ ამ მომხმარებელს და მის ქცევას, რომ ესე ვთქვათ, პირველი შეესაბამებოდეს შენი სერვისები მის მოთხოვნებს და მეორე არის არ წარმოადგენდეს რისკს, არც შენთვის, არც სხვა შენი კლიენტებისთვის. ხო, და onboarding-ის ხარჯი რას ნიშნავს? ხო, და როგორი უნდა იყოს კლიენტის onboarding-ი რა? და რამდენი ადამიანი მუშაობს ამის უკან, რამდენი ადამიანი დგას, რამდენი ტექნოლოგია დგას, რამდენი ესე ვთქვათ, რამხელა ინფრასტრუქტურა არის ამის უკან, რომელიც ერთ წამში სრულდება, ხო, ხშირ შემთხვევაში წუთზე ნაკლები გჭირდება, რომ ეს ყველაფერი დაამთავროს. კლიენტის onboarding-ზე პირველად არ ვიცი დიდი ხნის წინ როცა ერთი ვიღაც კონსულტანტი მელაპარაკა რა, არა ქართველი. ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ეხლა რასაც ვლაპარაკობთ, რომ აი ანგარიშის გახსნიდან უკვე საოპერაციო მდგომარეობამდე რომ მიიყვანო კლიენტი რა. და მეორე არის რომ ეს კლიენტი იმდენ ანუ აითვისოს ყველა ის მინიმალური რაოდენობა პროდუქტები, რაც საჭიროა რომ სრულფასოვანი ოპერირება გააკეთოს ფინანსური სერვისების რა. მაგას შეიძლება შედიოდეს digital screen, ანუ mobile app-ი გადმოწერილი ქონდეს, მაგალითად ვიძახი.
თუმცა მაშინ ეგ თემა არ იყო პოპულარული. ქონდეს ბარათი. ანუ შინაარსი ის იყო, რომ ეს ადამიანი აღვჭურვოთ ყველა იმ სერვისით და პროდუქტით, რომელიც საჭირო, რომ სრულფასოვანი საბანკო ცხოვრება გააგრძელოს. და რამდენი დრო ჭირდება მაგ პროცესს და როგორი არ უნდა იყოს დაძალებული და თავზე დაყრილი რა. ანუ onboarding-ი სინამდვილეში ჩვენ გავყავით ერთი ტექნიკური onboarding-ი, რაც თქვით ახლა, რომ სწრაფად და ეფექტურად გახდე ბანკის კლიენტი ბევრი ფურცლების და რაღაცების გარეშე. ნამდვილად შენ რო ხარ და პირადობის მოწმობა რო ნამდვილია. შემამოწმეს და მე ვარ გიორგი მირზიკაშვილი. შენ დარწმუნდი რომ მე არაფერს ვიტყუები, გადაამოწეს პირადობა ყველაფერი და გავიარე, всё. მორჩა. ხო, და compliance-ის ნაწილი ისევ დაუბრუნდები, რომ შენ ანგარიშზე იქნება მხოლოდ ლეგალური თანხების ბრუნვა. ხო, ნუ ეხა ეგ თავისთავად ცხადი. ბანკისთვის ეგ სერიოზული გამოწვევა. და დღეს, როდესაც შეიძლება რომ ვიღაც არ გაუხსნან ანგარიში, ყოველთვის ჩდება კითხვები, რატო შეიძლება არ გამიხსნან ანგარიში. კი და მე ვიცი кейსებიც, შემთხვევები, რომელიც როცა იყო რაღაცა ხარვეზები ავტომატურ პროცესში. კი. და ვიღაც ადამიანებს, რომლებსაც 1000%-ით ეკუთვნოდათ, არ გაუხსნეს და მე ჩაძიება დაჭირდა და უკვე ადამიანურმა ფაქტორმა გაარკვია, რომ თურმე იქ რაღაცა პირად ნომერში რაღაცა, ფოტოში რაღაცა ეს ალბათ დისტანციურ onboarding-ში არის. ძირითადად ეგ დისტანციური onboarding-ის დროს ხდება რა. ან დისტანციურად როდესაც ხსნით ანგარიშს. ხო, ანუ როცა მე ბანკში მიუსვლელად ხვდები ბანკის კლიენტი. მაგ დროს რისკები იზრდება და შესაბამისად კონტროლიც უფრო მკაცრია. და რაღაც პატარა ნიუანსმა შეიძლება გაგჭედოს. და მაინც მოგიწიოს მე მისვლა, რაც აბსოლუტურად ოკეია მოსულა, არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ ნუ ვინც ეს პროცესს არ იცნობს, იმისთვის რაღაცა distraction-ია. მე ხვდი ტიპი იძახის, რომ მე როგორ მაკადრეთ ეგ რომ ანგარიში არ გამიხსენით და მესიჯი მომივიდა, რომ შენ არ ხარ ზად მაგისტრის. დღეს ხდება ხოლმე ძირითადად არარეზიდენტებზე, ანუ უცხოელებზე, როდესაც ანგარიში შეიძლება ვერ გახსნას. ხო, ნუ არა მარტო ეხა რატო არარეზიდენტებზე. ხო, ანუ მაგრამ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ვისაც ესმის ხოლმე, რომ აი არარეზიდენტებმა ვერ გახსნეს ანგარიში და რატო არ უხსნიან კონკრეტულ პასუხს არ აძლევენ. მაგრამ დღეს უკვე არსებობს იმისი რისკი, რომ შეიძლება რომელიღაცა ბანკმა უარი გითხრას, მაგალითად, საქართველოს მოქალაქესაც, რომ აი ამა და ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებ და მოდი ბოდიში ვერ გაგიხსნი ანგარიშს რა. ესეთი რისკიც არსებობს და ეს საქართველოს პრაქტიკა არ არის, ეს მსოფლიო პრაქტიკა არის და შენ საზღვარგარეთ ხო გაგიხსნია ანგარიში, ხო გიცდია ყოველ შემთხვევაში. არა, ხო, გამიხსნია ხო. ხო, ხა. ადან იქ საბუთების ისა ნიშნების სკოლის ნიშნების ფურცელი მე რაღაცა გერმანულ საბანკო სისტემა მინდა რომ გამოვარჩიო და ტოპ ყველაზე ძნელებში პირველ 3-ში შევიყვანო რა. ეხლა თემ სოფლიოში არ მივლია, მაგრამ მან რაღაც საოცრებები ხდება. მართლა ფეხის ზომიდან დაწყებული. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის. მანდაც რეპუტაციაზე არის უდიდესი ნაწილი და კლიენტის მომხმარებლის ცნობიერებაზე არის აწყობილი. რომ ან მარტივად რო ვთქვა რა, რისთვის გინდა საბანკო ანგარიში, პირველი კითხვა ეს არის რა. რაც უფრო გაცნობიერებულ პასუხსევნები რისთვის გჭირდება ანგარიში, ევროპაზე არის ეხლა ლაპარაკი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იქ უფრო მარტივია იმისთვის, რომ აღიქვას. ეხლა არ ვიცი რაღაცაში გამომადგება, არა, ხო რა, ანუ იმას ეშინია უკვე, იმიტომ რომ ტრანზაქციები მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე ალბათ ვიტყვით ერთ-ორ სიტყვას და ფროდების ნაწილი იზრდება, უცნაური ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება, მუდმივად არსებობს ამისი რისკი, თან საბანკო სისტემა არის ყველაზე მაღალ რეგულირებადი სისტემა. მაგიტომაც. ხო. ყველაზე მაღალი. გამჭირვალე და ყველაზე მაღალ რეგულირებადი რა. ყველაზე მაღალ რისკიანი. კი, მაღალ რისკიანიც არის ხო. იცი რას შემოგთავაზებდი მე international banking-ი, ჩემი international banking-ი არა. საერთაშორისო banking-ი, ხო, არ ვიცი დამშრომლობა. ანუ ეგ თემა ეხლა ეს ლაპარაკობთ, იმიტომ რომ მე კომპანიის case შემთხვევაც მაქვს, რომ კომპანია ცდილობს გახსნას ანგარიში საერთაშორისო ბანკში. და საქართველოში გახსნან უცხოურმა კომპანიებმა ხო ორივე შემთხვევაში ეგ მე მგონი ინგლისურად ჩავწეროთ ეგ პოდკასტი უფრო ის იქნება ხო საჭირო ხალხო ძალიან საინტერესო ის არის რა თემა რა ტიტრები დავადოთ
შავი თეთრი. ძალიან საინტერესო თემა. ეგ ცოტა ხანი დავაპაუზოთ, იმიტომ რომ ამაზე მართლა ღირს ჩემი ღრმა რწმენით ლაპარაკი, რომ საქართველოს მოქალაქემ წარმოიდგინოს, რომ აი წავედი სადღაც და გავხსენი ანგარიში, ეგ რას ნიშნავს? იმიტომ ცოტა ხნის წინ ვიყავი აქ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში და იქაც ძალიან საინტერესო პროცესი გავიარე მაგ მიმართულებით. ან უცხოური კომპანია შემომყავს და ის აქ ხსნის ანგარიშს, რას ნიშნავს და მე რა მოსდევს. მომხმარებლის ღირებულებაზე მინდოდა რომ ერთი რაღაც მეთქვა რა რომ მთელი ეს პროცესი რაც წეგან დავხწერეთ რომ ტექნიკური ონბორდინგი, ბიზნეს ონბორდინგი, მე ყველაფრით აღჭურვეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, უკვე ხარ კარგად მოწესრიგებული ბანკის კლიენტი, რაღაცა თანხა დაიხარჯა როგორც ადამიანური, ისე ტექნოლოგიური და როგორც მარკეტინგული, ხო? და ეს სხვადასხვა დათვლებით სხვადასხვა არის. მაგრამ მე ხა ბანკის მხრიდან და ეგეც ჩემთვის ის იყო რა აღმოჩენა იყო როცა ბანკში ვიყავი და განსაკუთრებით საცალო ბიზნეს ბანკის საცალო ბიზნესში ვიყავი ბარათებს რო ყიდითი რა საცალოში ანუ ფიზიკური პირების მომსახურებაში რიტეილში არის ხო ფიზიკურ პირებზე რომ მუშაობდი როცა აღმოვაჩინე რომ კლიენტისაც აქვს რაღაცა ღირებულება რა customer lifetime value რა რაღაც არა მომხმარებელს აქვს ხო ანუ ფინანსურ ღირებულებას ვიძახი რომ მე კი ვხარჯავ ამ ფულს მაგრამ ეს რიცხვებში ითვლება ხო ზუსტად მათემატიკაში რომ აი არ ვიცი მე დავხარჯე 100 ლარი და მინდა რომ ამ კლიენტზე გარეს ვლაპარაკობდი ცესხზე რა რომ მე ინტერესი მაქვს რომ შენ იყო ჩემი კარგი კლიენტი რომ რაც უფრო კარგი კლიენტი ხარ მით უფრო კარგი პარტნიორობა გვაქვს ჩვენ და მით უფრო მეტი ფულის გაკეთების შანსი მაქვს არ მოგწონს შენ რაღაც ეს არა თითი ვატაკი მიხდი და კლიენტის ღირებულება ანუ და რომ ჩავეძიე მე ხო ხტები ანუ რაღაცები ნასწავლი მქონდა რაღაცებს პრაქტიკაში ვნახულობდი რაღაცებს მე ვკითხულობდი მაგ დროს ChatGPT არ არსებობდა რომ 2 წამში რაღაცები მეკითხა და მე Google-ავდი რა ძირითადად ChatGPT ახსენე კიბერუსაფრთხოება არ გამოგრჩეს და AI სკოლი ანუ ხელოვნური ინტელექტის კიბერუსაფრთხოება არის ჩემი AI და კიბერუსაფრთხოება არის ორი თემა რომელზეც შემიძლია დილამდე ვილაპარაკოთ რა მარტივად ვახსენოთ და მე მგონია რომ ერთი პოდკასტი უნდა მიუძღვნათ AI-ს და AI-ს და მეორე უნდა მიუძღვნათ კიბერუსაფრთხოებას. მგონია რომ მაგაზე სიღრმისეულად არ ვილაპარაკე არ ვისაუბრე. მე ვაწყდები, ანუ მომხმარებლის ღირებულებას რო თავი დავანებოთ და დავხუროთ ეგ თემა იმის თქმით, რომ ორივე მხრისთვის ეს პარტნიორობა არის და რასაც ხარჯავს ბანკი, ცალსახად იმას იღებს, მაგრამ ბიზნესია, რა ვიცი, არაფერი მაგაში უცნაური არის, შენც არ გააკეთებ ბიზნესს, სადაც უფრო მეც ხარჯავ ვიდრე შოულო. ხო? ეგ რო დავხუროთ ერთი წუთით და ვთქვათ, რომ ეს არის ჯანსაღი. განსაზღვროთ რა არის თვითღირებულება, ხო? ანუ ნებისმიერი ტრანზაქციის თვითღირებულება, მომხმარებლის თვითღირებულება რა არის და მისთვის გაწეული სერვისის ღირებულება რა არის. როგორც ყველა სხვა პროდუქტი, ანუ თუ ბიზნესი ყიდულობს მაგალითად 10 ლარად რაღაცა პროდუქტს, ის 9 ლარად თუ გაყიდის ეს ბიზნესი არ იქნება არც თვითყოფადი, არც გრძელვადიანი, მდგრადი ვერ იქნება. მოგება უნდა იყოს. ხო. ანუ რამდენი უნდა იყოს მოგება? მაგასთან მიმართებაში თვლადია ეს ყველაფერი და აბსოლუტურად ისეთი ხილვადი არის რაზე არის. თავარი არის გვესმოდეს რა ჯდება მომხმარებელი და რამდენად ღირებული არის საფინანსო ინსტიტუტისთვის გაცნობიერებული გრძელვადიანი მომხმარებელი. კი ბატონო, რომელიც შენთან ბენკინგობს და შენთან აქვს ტრანზაქცია. ხო, lifetime value. Lifetime value. ხო, და მე სულ მაგას ვამტკიცებ რა, ანუ არა ბანკში მომუშავე ადამიანებისთვის, სულ მქონდა და დღესაც მაგ სალაპარაკოთ, რომ კარგია, როცა შენ დიდი ხანი ხარ ბანკთან, იმიტომ რომ ისიც მე ბანკი თვითონ შენ გიყურებს სხვანაირად რა. კარგი ტრეკ რეკორდით, ანუ კარგი ისტორიით და სანდოობის ამბავით და სანდოობა ბანკში ალბათ მგონია რომ number 1, ანუ ერთ-ერთი მთავარი არის რა. ხო, აი სანდოობაზე მოდი რამდენიმე საკითხი ვთქვათ რა. ხო, რამდენიმე კი ძალიან ბევრი უნდა ვთქვათ. მთელი საბანკო სისტემა მაგაზე დგას. ორივე მხარე მაგაზე დგას. ხო, მომხმარებელი ენდობა ბანკს, ბანკი ენდობა მომხმარებელს. ხო, და აი მაგას ეგ ხო მაქედან დავიწყოთ, რომ დავიწყოთ ღირებულებიდან. გავყევით აი როგორ ხდება შენი ონბორდინგი. პირველად როგორ მოხდი ბანკში როგორც კლიენტი. მე რა ისტორია შენ ბანკი ცდილობს რომ ყველაფრით აღჭურვოს რა, რაც საჭიროა რომ ბენკინგისთვის მომზადებული იყო. ბარათი, ვოლეთი, რა ვიცი რაც არის. მე შენ აგრძელებ, შეიძლება აიღო პირველი სესხი. ანუ ჯამში ის სტერეოტიპი რომ ვიღაცას უნდა რომ შენ დაფეილდე, უნდა დაინგრეს, არ არსებობს. შინაარსი მათემატიკა ამას ეგეთებას რომ დაითვლი რა, რომ რაც უფრო კარგი კლიენტი ხარ ბანკის, მით უფრო კარგი ბანკია ის შენთვის რა. და მით უფრო ბევრი ბანკი არის დაინტერესებული შენი, როგორც კლიენტი. ანუ
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილი იზრდება ბევრად. პირდაპირ ამოწურული არის, პირდაპირ შეგიძლია თქვა, რომ აბა ვინ ხართ ჩემი მომსახურე ბანკი. და ყველა. თუ კარგი კლიენტი ხარ, ყველა და არ ვიცი, სპეციფიური თუ არ არის ნიშნული. შევეხოთ, გინდა რომ კრედიტ ინფოს სკორებს ვილაპარაკოთ? კრედიტ ინფო, საკრედიტო ქულა, ხო, რა არის საკრედიტო ქულა, რეპუტაცია, მოდი ხო, რეპუტაციის ერთ-ერთი განსაზღვრელი არის დღეის მდგომარეობით საკრედიტო ქულა და ასევე როგორ ასწორებს საკრედიტო ქულას. მაგაზე მე მგონი უნდა მიუძღვნათ ცალკე. ეხლა ხო ხდები პირველად ვლაპარაკობს რა international banking-ი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი. მესმის რომ აუდიტორია არ იქნება დიდი, მაგრამ შეიძლება ცნობის მოყარეობის გამო ვიღაცისთვის საინტერესო იყოს. მოსაწენი პოდკასტის აუდიტორია მაინც ნიშური იქნება. ხო, იმედია რომ სადღაც იქნება, ხო, რაღაც მიმართულებით იქნება უფრო პოპულარული და უფრო საინტერესო, მაგრამ პირველადაც უნდა ვთქვათ, რომ ნიშური იქნება მაყურებელი. კი ბატონო. მეორე თემა არის ეს საკრედიტო ქულა, რომელიც სულ არსებობს, მაგრამ თან არავინ ესე განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს რა. არა და მისაქცევია ეხა. რომელიღაც ქვეყნებში, დასავლეთში რაღაც პოტენციური სიძერო მოყავს შვილს. მამასთან ამოწმებენ. ხო, არა ეს რომ გაიცანით ეს ჯუმბერია, მისი საკრედიტო ქულა არის 7500 და ისე უნება 7500, ძალიან კარგი. კარგი. ხო, გაგატანთ ჩემ შულს ცოლად. რაღაც ეგეთი რაღაცა. მაგრამ ის სხვა ქვეყანაა. ჩვენთან ეგრე არ არის. ვაფშე საკრედიტო ქულა რო არსებობს, ხალხმა არ იცის ზოგიერთმა რა. ბევრი რაღაცაზე მოგვიწევს საუბარი. ხო, ეგ მნიშვნელოვანი მსხვილი თემაა და ცალკე უნდა გადავდოთ რა. ხო, უნდა ლოკალიზება გავაკეთოთ. შემდეგი საკითხების განსახილველად საკრედიტო კი არა და რას ამბობთ? კიბერუსაფრთხოება. ხო, კიბერუსაფრთხოებაზე თქვი ერთი-ორი სიტყვა, მეც ვიტყვი. კი, ანუ რაც უფრო დისტანციური გახდა მომსახურება და რაც უფრო ესე ვთქვათ, შორიდან ვემსახურებით, არა ფიზიკურად ვემსახურებით, მით უფრო და კიდევ კიბერთაღლითების ნაწილით გადაინაცვლა ფიზიკური თაღლითებიდან კიბერ, ანუ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა ამ თაღლითობამ ყველაფერმა. თუ ფიზიკურად ფულთან მიმართებაში, ანუ ნახთ ფულთან მიმართებაში გარკვეული ინტუიტიური შეგრძნება გვაქვს, მაგალითად სახლში საკეტს ვაკეთებთ და ფულს მაინც და მაინც ჯიბით არ დაგვაქვს, ხო? ანუ რაღაცა დიდი ოდენობის ფული არ დაგვაქვს, ეს ინტუიტიური შეგრძნება არ გვაქვს ჯერ კიბერსივრცეში. მაგალითად, არა, შენ რო გაქვს შენ ნასწავლი ხარ და კიდე ამასთან შეხება გაქვს და ამას აწყობდი, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ბანკის ბარათზე უდევს ფული, გონია რომ ის უსაფრთხოდ არის რა. ოღონდ მიაწვდიან ყველაფერს, ანუ ყველა ინფორმაციას მიაწვდიან, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ძაღლის სახელი, პირველი ძაღლის სახელი, რაღაცა ქალიშვილობის გვარი, რაღაც, ანუ ყველაფერს მიაწვდიან და ამის მერე ბარათის მონაცემი, კიდევ სხვა, ანუ ყველა ინფორმაციას მიაწვდიან და მერე არის უცნაური, რომ იმ ბარათზე უდევთ მთელი ფული. ხო, ანუ სრულად დევს იმ ბარათზე. ეს ახლა ყველაზე მარტივი, უტრირებული მოყოლა არის, მაგრამ იქაც ჩვევები არის რა, ჩამოსაყალიბებელი. ანუ იქაც მნიშვნელოვანი არის, რომ შენი პირადი ინფორმაცია იყოს შენი პირადი ინფორმაცია, არ აქვს მნიშვნელობა ვის აწვდი ამ ინფორმაციას, ვის მიაწვდი ამ შენ პირად ინფორმაციას, რისთვის აწვდი ამ ინფორმაციას, სადამდე შეგიძლია რომ გააზიარო ეს ინფორმაცია, ვისთან, იქით ამ ხარეს რამდენად მნიშვნელოვანი აქვს, რომ ვინც ფლობს შენ ინფორმაციას, ის რამდენად იცავს შენ ინფორმაციას და მეორე ნაწილი არის რა. თუ ამას შენ არ დაიცავ, ანუ კიბერჰიგიენას შენ თუ არ დაიცავ, მერე ბანკს, სხვა საფინანსო ინსტიტუტს უწევს გაართულოს და გაართულოს შენთვის მომსახურებები რა. მაგალითად, დღეის მდგომარეობით უნდა დაელოდო SMS, რომ შეიყვანო რაღაცა ინფორმაცია, ორჯერ, სამჯერ უნდა გადამოწმდეს, გაასანდოვე შენი მოწყობილობა და რაღაცას გეტყვი რა, ხალხთან და პირადი ინფორმაცია ისევ რაღაც საფინანსო ინსტიტუტებით და ფინანსური სერვისებით სახელია. ანუ უნდა ვთქვა და რაღაცნაირად ხალხო ბარათზე რო ციფრები აწერია წინ და უკან, ის არავის არ უთხრათ, არავის არ მისცეთ. ან მიეცით და შეიყვანეთ იმ საიტზე, რომელსაც ენდობ. და მიაქცია ყურადღება რა წერია www-ს
შემდეგ WWW შემდეგ რა მართლა იმიტომ რომ ბარათის და არ შეინახოთ არ გააჩეროთ ბარათზე იმაზე მეტი ფული ვიდრე გჭირდებათ 1-2 დღის სამყოფად აი ესეთი პირდაპირ მესიჯი უნდა იყოს რა საშუალებები რომ მარტივად გადმოიტანო ეს თანხა გჭირდება ხა 20 წლის წინ ხო ოკეი ანუ დღეს აი აუც დილას ჩარიცხავ იმდე ფულს ბარათზე რამდენიც გეყოფა საღამომდე და ვაიდა გაგითავდა ან რაღაცა განსაკუთრებული кейსია შემთხვევა შეხვალ და ისევ გადაიტან იმიტომ რომ ბარათზე არსებული ფული არის უკვე პოტენციურად რისკის შემთხვევა. კი, ბიზნესის ცნობიერებასთან მიმართებაში და მცირე და საშუალო ბიზნესის ცნობიერების სამაღლებაზე მე მგონი სამუშაო არის ძალიან დიდი. ეხა იყო გამჭირვალობის დაჯილდოვება ბარტას პრიზები გადაეცა. არ ყოფილა. ხო, ან მან განაცხადა უნდა შეიტანო, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, მომხმარებლების გამჭირვალობა, სექტორალური გამჭირვალობა, რამდენად ან ყველაზე მარტივ მაგალითად რო ავიღოთ, საბანკო სექტორი არის ყველაზე გამჭირვალე, მათ შორის აი ყველა ტრანზაქცია პრაქტიკულად შეიძლება ნახო ვებგვერდზე შეხვიდე ფინანსური ანგარიში ნახო რაში რამდენი ეხარჯება მაგას ნახულობ სრულფასოვნად ეროვნულ ბანკს ჯამური რიცხვებიც აქვს და სად რა არის ვისი დეპოზიტები არა დეპოზიტები არის რა სესხები არის ვიზე გაცემული არის ამის ნახოთ შეიძლება და დღეს ყველაზე დიდი და ძლიერი სექტორი არის საბანკო სექტორი ანუ გარკვეული როლი აქვს ხო საქართველოში ხო რა თქმა უნდა გარკვეული როლი აქვს ამ განჭირვალობას და უცხოეთის მაგალითებზეც უნდა ვისაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანი არის სექტორალური გამჭირვალობა ბიზნესისთვის რა ანუ ბიზნეს სექტორების ინფორმაცია, როდესაც არსებობს ერთიანი დატა, ერთიანი ბაზა, სადაც შეგვიძლია რომ ეს ინფორმაცია გავიგოთ. AI-ზე ვერ ვისაუბრეთ, ხელოვნურ ინტელექტზე ვერ ვისაუბრეთ და ალბათ ამას ცალკე გადაცემა მივუძღვნათ. ხა არ არის რა 5 წუთიანია თემები, ხო იცი? კი, პირველი პოდკასტისთვის მე მგონი ბევრ საკითხს შევეხეთ. ამ ცნობიერებას მე მგონი კიდევ დაუბრუნდ. კი, ამას დაუბრუნდებით. ბევრი რაღაცა ჩაიწერე, მეც მოვინიშნი აქ რამდენიმე საკითხი. ორი თემა არის, რომელიც კი, და მგონია რომ არა ეს რა არის, ვიღაც სტუმარი ადამიანი არა ჭირდება ინტრო დავარქვათ ამ პოდკასტს იყოს ინტრო იყოს შესავალი იმისთვის რა ქვია შემდეგი პოდკასტებისთვის გავიგე კი მართალი ხარ და გეთანხმები აბსოლუტურად რაღაც თემები არის ეს არის ინტრო ტიზერი რომელზეც კი პროდუქტების ნაწილი შეგვიძლია რომ განვიხილოთ რა პროდუქტები არის დაჯდომაზე თელ ბენკინგს კი ან მოკლე კომენტარებს ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე მაგალითად ახლა გუშინ იყო ფაქტორინგის კანონი შედის და ფაქტორინგის კანონი არის პარლამენტში იხილავენ და ნუ აი რაღაცა ის არის ბევრს არ ესმის რაზე არის საუბარი იმას ვინ შეიძლება გამოიყენოს ეს პროდუქტი ხო ვინც რა ყველამ შეიძლება გამოიყენოს ჭკვიანი მარშრუტიზაცია ანუ რაღაცა მარტივად ორწინადადებაში არ იხსნება რა უნდა შეცვალოს და სად უნდა მივიდეთ აი მარტივად ინაგით რა ჭკვიანი მარშრუტიზაცია კარგია ხო, მაგარია ძალიან, ჭკვიანი ქვია. ხო, და ხო, ჭკვიანი მარშრუტიზაცია კარგია. ხო, ანუ ღია ბანკინგი, ანუ ღია ბანკინგს კიდე ცალკე უნდა ვისაუბროთ. მე მგონი რომ ვინც იყენებს, სად იყენებენ, საქართველოში თან, ანუ მან შეგვიძლია ვიამაყოთ კიდევაც რა, რეგიონთან მიმართებაში კი არა, სოფლიოსთან მიმართებაში გვაქვს ისეთი რა, წარმატებული кейსები გვაქვს, წარმატებული გამოყენების кейსები გვაქვს ამისი, მადნაც შეგვიძლია ვისაუბროთ. პირველ ადგილზე ვართ უკონტაქტო გადახდებში მსოფლიოში და რაღაც მე-6 წელია პირველ ადგილზე ვართ ანუ იმპლემენტაციის ნაწილში აქ ვართ პირველ ადგილზე და მაგითი ანუ რატო უნდა ვიამაყოთ ამითი რა არის რა ღირებულება აქვს ამას და ნუ ანუ კიბერუსაფრთხოებას მე მგონია რომ ძალიან უნდა თავხეჭოთ რა მაგაზე მგონია რომ ხო ეგ ორგანულად მნიშვნელოვანი აი მართლა გულწრფელად ყველანაირი პოდკასტების და ყველანაირი publishing-ის გარეშე მაწუხებს და მგონია რომ მნიშვნელოვანია და ყველა ვისაც შეუძლია ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს რაღაცა ფორმით ზოგმა რთულად ზოგმა მოსაწყენად ზოგმა ხიობთ ძალიან ხშირად საუბრობთ ძალიან ხშირად საუბრობთ ხო მაგრამ როგორ უნდა მივწვდეთ რა ამ ადამიანებს მომხმარებლის ცნობიერება ხო დაიწყე მაგითი რა მაგას ლაპარაკი გავზარდოთ და იცვლება ნელა ხდება ეს ტრანსფორმაცია. მომხმარებლის ცნობიერების გაზრდა ხელს შეუწყობს მისი ღირებულების გაზრდას, როგორც მომხმარებლის რა. მე მგონი ამით უნდა დავხუროთ და ხო, ნუ
ხმაურის გარეშე და ბევრი ახსნით გავაკეთოთ ხოლმე შემდეგი ეპიზოდები. კაი, შევთანხმდით. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ.